წარმოიდგინე, რომ წრეში ხარ მოქცეული. შენს გარშემო შენივე უბნელები, მეგობრები, ნაცნობები დგანან. თუმცა მათ თვალებში კეთილგანწყობას ვერ ხედავ, მხოლოდ აგრესიას. შენ ღრმად ისუნთქავ, ყელი გიშრება შიშისგან. ადრენალინი პიკს აღწევს, რადგან იცი, რაც ახლა მოხდება. ზუსტად 13 წამი. ეს არც ისე დიდი დროა რა, მაგრამ როცა ამ 13 წამის განმავლობაში 5 ზრდასრული მამაკაცი მთელი ძალით გირთმამს. ციხლებს გიმიზნებენ თავში, ნეკნებში, სახეში. ეს 13 წამი საუკუნედ გეჩვენება. თუ გაუძელი და ფეხზე დარჩი, შენ ოჯახის წევრი ხდები. თუ არა, უბრალოდ კიდევ ერთი სტატისტიკა ხარ პოლიციის ოქმებში. ეს არის MS-13-ის, ანუ მარა სალვატრუჩას ინიციაციის რიტუალი. ბანდის, რომლის დევიზიც მხოლოდ 3 სიტყვაა: მოკალი, გააუპატიურე, აკონტროლე. დღეს ჩვენ მოგიყვებით არა უბრალოდ კრიმინალებზე, არამედ ფენომენზე, რომელიც ომმა შვა, ამერიკამ გაზარდა და რომელიც დღეს მთელ კონტინენტს ატერორებს. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მრავალ კუთხეზე. მსოფლიოს ყველაზე სასტიკი ბანდის ფესვები არა ციხის საკნებში, არამედ სამოქალაქო ომის ნანგრევებში უნდა ვეძებოთ. ეს ისტორია არ დაწყებულა დანაშაულით. ის დაიწყო სასოწარკვეთილი ადამიანების გაქცევით საკუთარი სამშობლოდან. 1980-იანი წლები. პატარა ცენტრალური ამერიკის ქვეყანა, ელ-სალვადორი, სამოქალაქო ომის ცეცხლში იწვის. ეს არ იყო უბრალოდ ომი. ეს იყო ყოველდღიური კოშმარი, სადაც ძმა ძმას კლავდა, ხოლო სიკვდილი ისეთივე ჩვეულებრივი მოვლენა იყო, როგორც მზის ამოსვლა. ჰაერში მუდმივად ტრიალებდა დენთის და დამწვარი რეზინის სუნი. ამ მდგომარეობიდან თავის დასაღწევად ათასობით ოჯახმა ჩრდილოეთისკენ, ელ-ნორტესკენ აიღო გეზი. მათი მიზანი ამერიკა იყო. ოცნებების ქვეყანა, სადაც მშვიდობა უნდა ეპოვათ. უმეტესობა ლოს-ანჯელესში ჩავიდა, ანგელოზების ქალაქი. ასე ეძახდნენ მას. ტოლულებს ეგონათ, რომ 64-ში მოხვდნენ, მაგრამ რეალობა, რომელიც მათ დახვდათ, ჯოჯოხეთს უფრო წააგავდა. ისინი დასახლდნენ პიკო იუნიონის რაიონში. ეს იყო ლოს-ანჯელესის ბნელი მხარე. ღარიბი, ბინძური და, რაც მთავარია, უკვე გადანაწილებული. ქუჩებს დიდი ხანი აკონტროლებდნენ მექსიკური და აფრო-ამერიკული დაჯგუფებები. წარმოიდგინეთ სალვადორელი თინეიჯერები. ომს გამოქცეული ღარიბი ბიჭები, რომლებმაც ინგლისურიც კი არ იცოდნენ. ადგილობრივი ბანდებისთვის ისინი იდეალური სამიზნეები იყვნენ. მათ ყოველდღე სცემდნენ, ართმევდნენ ფულს, ამცირებდნენ. სკოლისკენ მიმავალი გზა დანაღმულ ველს გავდა. ერთი არასწორი ნაბიჯი, ერთი არასწორი შეხედვა და შეიძლებოდა სახლში ვეღარ დაბრუნებულიყავ. მაგრამ ეს ბიჭები არ იყვნენ ჩვეულებრივი მოზარდები, რაც ადგილობრივმა განგსტერებმა არ გაითვალისწინეს. ისინი იყვნენ ადამიანები, რომლებსაც ნამდვილი ომი ჰქონდათ გამოვლილი. მათ იცოდნენ რა არის შიში, სასოწარკვეთა, სისასტიკე. თავდაპირველად მათი გაერთიანება უწყინარი იყო. ეს იყო გრძელთმიანი და ხელჯინსებიანი მოზარდების ჯგუფი, რომლებიც პარკებში იკრიბებოდნენ. ეწევდნენ მარიხუანას და უსმენდნენ მძიმე როკს. მუსიკა და ერთად ყოფნა. ეს იყო მათი თავშესაფარი. ისინი საკუთარ თავს ბალახის მწეველებს ეძახდნენ. თუმცა მუდმივმა ძალადობამ ისინი შეცვალა. როდესაც მგლების ხროვა გიტევს შენ, ან მსხვერპლი ხდები, ან თავადაც ეშვებს იზრდა. სალვადორელმა ბიჭებმა გადაწყვიტეს, რომ მსხვერპლის როლი საკმარისი იყო. მათ მოუნდათ შეექმნათ ოჯახი, რომელიც მათ დაიცავდა. და აი ასე, ლოს-ანჯელესის მტვრიან პარკებში, მძიმე როკის ფონზე და მარიხუანას კვამლში დაიბადა სახელი, რომელიც სულ მალე მთელ კონტინენტს შეძრავდა. ეს იყო მარა სალვატრუჩას დაბადება. მათი სახელი არ იყო უბრალოდ შერჩეული სიტყვები. ეს იყო კოდი, მათი იდენტობა, რომელიც 3 ნაწილად იშლებოდა. მარა ცენტრალური ამერიკის ჟარგონზე ნიშნავს ბანდას, მაგრამ მისი ფესვები მოდის სიტყვა მარაბუნტიდან. ეს არის მტაცებელი ჭიანჭველების სახეობა, რომელიც ჯუნგლებში მოძრაობს, დიდ კოლონიებად და გზად ყველაფერს ანადგურებს. სალვა არის პატივისცემა მათი სამშობლოს, ელ-სალვადორის მიმართ. და ტრუჩა, რაც პირდაპირ მნიშვნელობით კალმახს ნიშნავს, მაგრამ ქუჩის ენაზე ნიშნავს ფხიზელს, მოქმნილს, ადამიანს, რომელსაც ვერ მოატყუებ. ფხიზელი სალვადორელი ჭიანჭველები, რომლებიც ყველაფერს ანადგურებენ. აი, ეს იყო მათი გზავნილი ქუჩისთვის. მაგრამ ქუჩის ომს ყოველთვის ერთი და იგივე დასასრული აქვს. ან საფლავი, ან გისოსები. როდესაც მარა სალვატრუჩას წევრებმა მათზე თავდასხმებს პასუხი უფრო მეტი სისასტიკით დაუბრუნეს,
მათზე ნადირობა დაიწყო პოლიციამ. 90-იანების დასაწყისში ათასობით სალვადორელი ახალგაზრდა ამერიკულ ციხეში აღმოჩნდა. მათ ეგონათ, რომ ყველაზე ცუდი უკან მოიტოვეს, მაგრამ რეალურად ისინი დანაშაულის უნივერსიტეტში მოხვდნენ. ამერიკულ ციხეებს იმ დროს ერთი უპირობო ბატონი ჰყავდა, მექსიკური მაფია, იგივე ლა ემე. ეს იყო ძლევამოსილი კრიმინალური იმპერია, რომელიც ციხის კედლებიდან აკონტროლებდა ყველაფერს: ნარკოტიკებს, მკვლელობებს, ფულს. ახალბედა სალვადორელები არჩევანის წინაშე დადგნენ: ან უნდა გამხდარიყვნენ ლა ემეს მსხვერპლი, ან მათი ჯარისკაცები. მათ გადარჩენა არჩიეს, მაგრამ გადარჩენას თავისი ფასი ჰქონდა. ციხის კედლებში დაიდო საბედისწერო ალიანსი. მექსიკურმა მაფიამ სალვადორელებს მფარველობა შესთავაზა, სანაცვლოდ კი მათ ბინძურ საქმეების კეთება დაევალათ. ისინი გახდნენ ლა ემეს დამრტყმელი ძალა. სწორედ აქ, ამ ბნელ საკნებში მოხდა ის სიმბოლური ცვლილება, რომელმაც ისტორია შეცვალა. ერთგულების ნიშნად ბანდამ თავის სახელს დაამატა რიცხვი 13. 13 რატომ? იმიტომ რომ ინგლისურ ამბანში მე-13 არის ემი, როგორც მექსიკური მაფია. იმ დღიდან ისინი აღარ იყვნენ უბრალოდ მარა სალვადორჩა. ისინი გახდნენ MS-13. ციხემ ისინი გამოწვრთო. ძელითმები გადაიპარსეს, ჯინსის ქურთუკები დათმეს და სხეულები შავი მელნით მოიხატეს. ყოველი ტატუ არა სილამაზე, არამედ ჩადენილი დანაშაულის, მოკლული მტრის ან დაკარგული ძმის ისტორია იყო. როდესაც ისინი ციხიდან გამოვიდნენ, ისინი აღარ გავდნენ იმ შეშინებულ ბიჭებს, რომლებსაც თავის დაცვა უნდათ. ისინი იქნენ ორგანიზებული, დისციპლინირებული და უაღრესად საშიშ არმიად, რომელსაც ზურგს უმაღლესი კრიმინალური ავტორიტეტები უმაგრებდნენ. ლოს-ანჯელესის ქუჩებში ახალი წესრიგი დამყარდა და ეს წესრიგი სისხლით იწერებოდა. 1990-იანი წლების შუახანებში ლოს-ანჯელესის პოლიცია მიხვდა, რომ საქმე ჰქონდათ რაღაც ახალთან და სრულიად უკონტროლოსდა. MS-13-მა დაარღვია კრიმინალური სამყაროს ყველა ჯელტვენური შეთანხმება. ისინი კლავდნენ ყველას, განურჩევლად სქესისა, ასაკისა. მათთვის უცხო იყო ყველა ადამიანური გრძნობა. ლოს-ანჯელესის პარკებში ყოველდღიურად პოულობდნენ მაჩეტეებით დასახიჩრებულ ცხედრებს. ეს არ იყო უბრალოდ მკვლელობა, ეს იყო გზავნილი. ისინი თავს ეწყმოდნენ პიკნიკზე მყოფ ოჯახებსაც კი, თუ ჩათვლიდნენ, რომ ისინი მათი ტერიტორიის საზღვრებს არ ღვევდნენ. ამერიკული ციხეები ნაცვლად იმისა, რომ მათი შეჩერების ადგილი ყოფილიყო, მათ საკადრო ბაზად იქცა. ციხის ადმინისტრაცია შოკში იყო. MS-13-ის წევრები არ ემორჩილებოდნენ არც ერთ რეჟიმს. ისინი კლავდნენ საკნებში, აწყობდნენ ბუნტებს და უფრო მეტ წევრს იბირებდნენ. ამერიკის ციხის სისტემა ნელ-ნელა იშლებოდა. და აი აქ ჩვენ მივადექით მომენტს, რომელსაც ისტორიკოსები ალბათ დიდ სტრატეგიულ სიბრმავეს დაარქმევენ. 1996 წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გადაწყვიტა, რომ MS-13-ის პრობლემა საბოლოოდ მოეგვარებინა. ვაშინგტონში ხელი მოეწერა მკაცრ საიმიგრაციო კანონს. გეგმა ქაღალდზე იდეალურად გამოიყურებოდა. დაიჭირონ ყველა ნასამართლევი არალეგალი იმიგრანტი, ჩასვან თვითმფრინავში და დააბრუნონ უკან, სამშობლოში. ამერიკამ ჩათვალა, რომ თუ ნაგავს სახლიდან ეზოში გადაყრიდა, სახლი გასუფთავდებოდა. მაგრამ მათ დაავიწყდათ ერთი რამ, როცა ნაგავს გარეთ ყრი, უნდა დარწმუნდნენ, რომ ქარი შენსკენ არ უბერავს. ახლა კი წარმოიდგინეთ სურათი. ელ-სალვადორის აეროპორტში ეშვება თვითმფრინავი. კარი იღება და იქედან გამოდიან არა ის შეშინებული ტოლვილები, რომლებიც წლების წინ გაიქცნენ, არამედ ლოს-ანჯელესის ციხეებში გამოწრთობილი, ამერიკული განგსტერული კულტურით გაჟღენთილი და მენტალურად შეიარაღებული ჯარისკაცები. რა დახვდათ მათ სამშობლოში? ელ-სალვადორი ომის შემდეგ ნანგრევებად იყო ქცეული. პოლიცია სუსტი იყო, ეკონომიკა განადგურებული, ხოლო ქუჩები სავსე იყო უმუშევარი, იმედ დაკარგული ბავშვები. ეს იყო იდეალური ნიადაგი. MS-13-ის წევრები ჩავიდნენ როგორც კრიმინალური სამყაროს კონკისტადორები. მათ ჰქონდათ ის, რაც ადგილობრივებს არ გააჩნდათ: სტრუქტურა, გამოცდილება და მიზანი. სისასტიკემ წარმოუდგენელ მასშტაბებს მიაღწია. მათ დაიწყეს მთელი უბნების ოკუპაცია. შემოიღეს ეგრეთ წოდებული ლა რენტა, ომის გადასახადი. ფულს იხდიდა ყველა: სკოლის მოსწავლე, რომელსაც ლანჩის ფულს არ თვევდნენ, ავტობუსის მძღოლი, ბებია, რომელიც ბაზარში პომიდორს ყიდდა. ვინც არ იხდიდა, შედეგი იყო მომენტალური და საჯარო სიკვდილი. ერთ-ერთი ყველაზე შემზარავი ტაქტიკა
იყოს სამგზავრო ავტობუსების გადაწვა მგზავრებთან ერთად. მხოლოდ იმიტომ, რომ სატრანსპორტო კომპანიამ გადასახადი დააგვიანა. ადგილობრივი ბავშვებისთვის ეს ტატუირებული ესპანურისა და ინგლისურის ნარევ ენაზე მოსაუბრე ტიპები კერპებად იქცნენ. ბანდამ ელვისის სწრაფით დაიწყო რეკრუტირება. ამერიკამ პრობლემა კი არ მოიშორა, მან ის ვირუსივით გაავრცელა სუსტი იმუნიტეტის მქონე ორგანიზმში. სულ რაღაც 2 წელიწადში MS-13 გასცდა სალვადორს და მოედო ჰონდურას, გვატემალას და მექსიკას. მათ შექმნეს სიკვდილის სამკუთხედი და რაც ყველაზე ირონიულია, გაძლიერებული ბანდა მალევე უკან ამერიკაში დაბრუნდა. ოღონდ ამჯერად როგორც ტრანსნაციონალური არმია. MS-13 არ არის უბრალოდ ბანდა, ეს არის სექტა. როდესაც წევრი ხდები, შენი ოჯახი უკანა პლანზე გადადის. შენი დედა, მამა და შვილები უკვე მეორე ხარისხოვანია. მათი მთავარი მცნებაა ღმერთი, დედა და ბანდა, მაგრამ რეალობაში ბანდა ყოველთვის პირველ ადგილზე. მათ აქვთ გამოთქმა ლა ბესტია, ხეცი. ისინი ამბობენ, რომ ხეცი მუდმივად უნდა გამოკვება და კვებავენ კიდეც საკუთარი თავისუფლებით და სხვისი სიცოცხლით. დააკვირდეთ მათ სახეებს. გონიათ, რომ სახეზე ტატუ უბრალოდ მოდაა? არა, ეს არის ხიდების დაწვა. როდესაც MS-13-ის წევრი სახეს იხატავს, ის სამუდამოდ ამბობს უარს ნორმალურ ცხოვრებაზე. ის ვეღარ იმუშავებს ბანკში, ვერ იქნება ოფიციანტი, ვეღარ ჩაერევა საზოგადოებაში. ტატუ ნიშნავს მე თქვენი არ ვარ, მე ბანდას ვეკუთვნ. ეს არის სამუდამო დამღა, რომელსაც უკან ვერ წაიღებ. და რა ხდება თუ წასვლა მოგინდა? აქ მოქმედებს პრინციპი. სისხლით შედიხარ, სისხლით გამოდიხარ. ბანდაში შესვლისას 13 წამი გცემენ. ბანდიდან გამოსვლისას კი ცოცხალი არავინ გიშვებს. თუ წევრმა რამე დააშავა, ამ პოლიციასთან ითანამშრომლა, ლიდერები ანთებენ ეგრეთ წოდებულ მწვანე შუქს. იცით ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს, რომ შენი მოკლის უფლება და ვალდებულება აქვს ნებისმიერ წევრს. და ხშირად ეს ვალდებულება შენ საუკეთესო მეგობარს ეკისრება. MS-13-ში ყველაზე დიდი გამოცდა ისაა, როცა გეუბნებიან, მოკალი ის, ვისთან ერთადაც გაიზარდე, რადგან მან უღალატა ოჯახს. წლების განმავლობაში ჩანდა, რომ ამ ხეთს ვერაფერი შეაჩერებდა. პოლიცია უძლური იყო, მთავრობები კი შეშინებული. მაგრამ როგორც ისტორიამ გვასწავლა, ნებისმიერ ქმედებას აქვს უკუქმედება. და ეს უკუქმედება გამოჩნდა 2019 წელს. კაცის სახით, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ცეცხლითვე უნდა ებრძოლოთ. ათწლეულების განმავლობაში ელ-სალვადორის მთავრობები ცდილობდნენ MS-13-თან გამკლავებას. ისინი ხან ებრძოდნენ, ხან კი ურიგდებოდნენ. იყო პერიოდი, როცა ხელისუფლება ბანდებს ფულსაც კი უხდიდა, ოღონდ მკვლელობების სერია შეემცირებინათ. მაგრამ 2019 წელს თამაშის წესები შეიცვალა. ხელისუფლებაში მოვიდა ნაიბ ბუკელე, ახალგაზრდა, ამბიციური და რადიკალური პრეზიდენტი, რომელმაც თქვა, საკმარისია. მან არ დაიწყო მოლაპარაკება, მან დაიწყო ომი. 2022 წლის მარტში ელ-სალვადორში თამაშის წესები რადიკალურად შეიცვალა. პრეზიდენტმა ნაიბ ბუკელემ გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა. ეს არ იყო უბრალოდ პოლიტიკური განცხადება, ეს იყო ტოტალური წმენდის დასაწყისი. კონსტიტუციური უფლებები შეჩერდა. სასამართლო ორდერები გაუქმდა და ქვეყნის მასშტაბით ნადირობა დაიწყო. ტატუირებული კანი, რომელიც ადრე ძალაუფლების სიმბოლო იყო, მომენტალურად იქცა პირდაპირ ბილეთად ციხეში. სულ რამდენიმე თვეში ხელისუფლებამ დააკავა 70,000-ზე მეტი ადამიანი. მაგრამ სად უნდა მოეთავსებინათ ამხელა არმია? პასუხი ქალაქ ტეკოლუკას ჯუნგლებში აშენდა. ეს არის ტერორიზმის იზოლაციის ცენტრი. სოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მკაცრი ციხე. ეს არ არის გამოსასწორებელი დაწესებულება. ეს არის გიგანტური ბეტონის ბუნკერი, რომელიც მხოლოდ ერთი მიზნით აშენდა. შთანთქას ბანდის წევრები და არასდროს გამოუშვას უკან. ციხე გარშემორტყმულია 11 მეტრიანი ბეტონის კედლებითა და ელექტროღობეებით, რომლებშიც 15,000 ვოლტი გადის. აქედან გაქცევა თეორიულადაც კი შეუძლებელია. შიგნით არსებული პირობები გათვლილია ადამიანის ნებისყოფის სრულ განადგურებაზე. ათასობით პატიმარი, რომლებსაც თავები გადაპარსეს და თეთრი შორტები ჩააცვეს, გადაქცეულია ერთგვაროვან მასად. აქ ინდივიდები აღარ არსებობენ. საკნები კოლექტიურია. თითოეულ სექტორში 80-დან 100-მდე ადამიანია გამოკეტილი. მათ არ აქვთ ლეიბები. სძინავთ 4 სართულიან შიშველი ლითონის თაროებზე. ბეტონი და რკინა. სხვა მასალა აქ არ არსებობს. განათება მუდმივად 24 საათის განმავლობაში ანთია. ან პირიქით,
ნახევარბნელეთი რათა პატიმრებმა დროის შეგრძნება დაკარგა. სისინათლე აქ ფუფუნებაა, რომელსაც ისინი ვერ ხედავენ. ყველაზე შოკის მომგვრელი კი სოციალური ექსპერიმენტია. ერთსაკნებში არეულები არიან დაუძინებელი მტრები, MS-13-სა და ბარიო 18-ის წევრები. წესით, ისინი ერთმანეთს ყელს გამოჭირდნენ, მაგრამ ამ კედლებში მათი აგრესია გამქრალია. შიმშილი, უძილობა და ტოტალური კონტროლი იმდენად რგუნავს ფსიქიკას, რომ ბანდებს შორის ომი დასრულდა. მათ უბრალოდ ერთმანეთის ცემაც კი აღარ შეუძლიათ. მათი რაციონი მინიმალურია. მხოლოდ იმდენი, რომ ფიზიკურად იარსებონ. ბრინჯი, ლობიო, ტორტილია, ხორციან ხილი აქ არ შეაქვს. არანაირი პაემანი, არანაირი სატელეფონო ზარი, არანაირი წიგნი. ეს არის სრული იზოლაცია გარე სამყაროსგან. როგორც ციხის ადმინისტრაცია ღიად აცხადებს, ისინი აქედან ვერასდროს გავლენ. ეს ადგილი მათი საფლავია, სადაც ისინი ჯერ კიდევ სუნთქავენ. MS-13-ის იერარქია, რომელიც 10 წლეულების განმავლობაში დაუნგრეველი ჩანდა, ამ ბეტონის ყუთში დაიმსხვრა. ლიდერები, რომლებიც ქუჩაში ღმერთები იყვნენ, აქ უბრალოდ ნომრები არიან. MS-13-ის ისტორია საბოლოო ჯამში არ არის მხოლოდ კრიმინალური საგა. ეს არის 30 წლიანი სისხლიანი წრე, რომელიც სამოქალაქო ომით დაიწყო და ბეტონის კედლებით დასრულდა. ბიჭები, რომლებიც ერთ დროს ძალადობას გაიქცნენ ლოს-ანჯელესში, საბოლოოდ თავად იქცნენ იმ მოსწრებად, რომლებისაც ბავშვობაში ეშინოდათ. დღეს ელ-სალვადორში სიჩუმეა. ხეცი გალიაშია, ქუჩები კი თავისუფალია, მაგრამ ისტორია გვაფრთხილებს. როდესაც პრობლემას მიწაში ღრმად მარხავ, ის არ ქრება. ის უბრალოდ ელოდები. MS-13 დამარცხებულია, მაგრამ ფესვები, სიღარიბე და სიძულვილი არსად გამქრალა. არის თუ არა ეს დასასრული თუ უბრალოდ ახალი თავის დასაწყისი? ამას დრო გვიჩვენებს. ეს იყო მრავალკუთხედი. თუ მოგეწონათ ეს ისტორია, მოიწონეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და დაგვიწერეთ კომენტარებში. თქვენი აზრით, ამართლებს თუ არა ბუკელეს სასტიკი მეთოდები მშვიდობას? შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.